სალამი, მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჯონ მაკარტურის საუბრების ქართულ ენაზე ატვირთვას. ეს არის ბიბლიური კითხვები და პასუხები. Შემდეგი კითხვა მამაკაცისვავს და ის ორნაწილიანია, მე გავყავ ისინი, იმიტომ რომ განსხვავებული ერთმანეთისაგან. და ძალიან საინტერესო კითხვა არის, ეს ეხება ისე სამყაროს შექმნას. ალბათ მან მოისმინა ამას წინებზე რომ იყო საუბარი და საერთოდ ყოველთვის ქრისტიანები, ევანგელისტი ქრისტიანები იღებენ სამყაროს კრეაციონალურ შექმნის კონცეფციას, რომ მას არ დაჭირვებია მილიარდი მილიონობით წლები, არამედ ის შეიქმნა მყისიერად და ალბათ პიროვნებამ ეს იცოდა და ამბობს რომ მეგობართან დისკუსიაში წამოვიდა ერთ-ერთი ესეთი კითხვა. და ძალიან საინტერესო კითხვა არის იმ გაგებით, რომ ძალიან ბევრი შეიძლება არ დაფიქრებულა ამაზე და ლოგიკურია ამის დასმა. და მე ძალიან მომეწონა ადრეც პირველად როცა მოვისმინე და ვისაც აინტერესებს ესეთი კითხვები, არ უნდა ეძებოს ეს სეკულარულ და ათეისტურ წყაროებში, არამედ მიმართოს კრეაციონალისტურ წყაროებს. შეიძლება არ იყოს პიროვნება ქრისტიანი ბიბლიური გაგებით, მაგრამ სწამდეს კრეაციონიზმის, ანუ იმისი რომ სამყაროს შექმნა გონიერმა არსებამ. და როგორია ის ბიბლიურია თუ რა არის, ეს კიდე სხვა საკითხია, მაგრამ ძალიან ბევრი მეცნიერი არიან, რომლებსაც წამთ კრეაციონიზმს, ანუ შექმნის, არა დიდი აფეთქების თავისთავად, არამედ იმისი, რომ დიდმა გონებამ, პიროვნებამ შექმნა სამყარო და უნდა მოძებნოთ ეგ წყაროები და იმ კითხვებზე, რომელიც თქვენ გაგაჩნიათ, აი კითხვები თუნდაც როგორ ადგენენ წლებს და ასე შემდეგ, ხო, ყველაფერი პასუხი მაგაზე არის. ყველაზე კარგი ინსტიტუტი, მე რაც ვნახე, ეს არის კენტაკიში, კენ ჰემი არის ესეთი პიროვნება, რომელიც მუზეუმი აქვს, იქ ნოეს დიდი კიდობანით შექმნა, მე ორჯერ ვიყავით ჩვენ უკვე მან და დასათვალიერებლად შეგიძლიათ მოძებნოთ ვებგვერდზე და ძალიან ბევრ კითხვებზე პასუხები არის. ამას აკეთებს ასევე კენ ჰოინდი, რომელიც იყო ალბათ ერთ-ერთი ცნობილი ამ კუთხიდან ჰენრი მორისი ასევე თუ არ მეშლება და ბევრი ავტორიტეტები, რომლებსაც შეგიძლიათ თქვენ მიაკითხოთ ამ კითხვებით. აი ესეთი კითხვა, რომელიც ეხება ესე იგი სინათლის წლებს. ძალიან ლოგიკური არის და მოდით მოусმინოთ ამას ჩვენ. ვიმეორებ, ეს არის ბიბლიური კითხვები და პასუხები, რომელიც 32 ნაწილი დავიწყეთ 1985 წლის 28 აგვისტოს შედგა. სალამი, მოგესალმებით, მე მაქვს ორნაწილიანი კითხვა. ჯერ გთხოვთ თქვენი სახელი და გვარი, ეუბნება ჯონი, ბრუს ლორანჯი. გამარჯობა, ბრუს. ამ მეორე ნაწილს საერთო არაფერი არ აქვს პირველთან, ასე რომ ორი კითხვა არის. ცოტა ხნის წინ მე ერთ-ერთ ჩემ ნათესავთან შევედი დისკუსიაში კრეაციონიზმის შესახებ. და ერთ-ერთმა კითხვამ, რომელიც ჩემ თავში წამოვიდა, ცოტა არ იყოს დამაფიქრა და რაღაცნაირად შევბრკოლდი. იმიტომ რომ მან მკითხა მოგეხსენებათ, მეცნიერები ზომავენ ვარსკვლავებისა და პლანეტების მანძილს სინათლის წლებით. თუ სამყარო შეიქმნა 6-7000 წლის და არა უმეტეს 10000 წლისა, როგორ შეიძლება არსებობდნენ ვარსკვლავები, რომელთა სინათლეს ჩვენ ახლა ვხედავთ და რომელთაც დასჭირდებოდათ, რომ აქ მოსულიყო, ეს სინათლე მოსულიყო 5 მილიარდი წელი. თუ ისინი არც კი არსებობდნენ 6000 წლის წინ. დიახ, მართლა ლოგიკური ის არის და აქვს უფლება ამ კითხვას არსებობისა. და ჯონ მაკარტური პასუხობს ამაზე. დიახ, მე შემიძლია ამ კითხვაზე ძალიან მარტივი პასუხის გაცემა. მართლა? დიახ, ღმერთმა არა მხოლოდ შექმნა პლანეტები, არამედ შექმნა მათი შუქიც. და მან არა მხოლოდ შექმნა მათი შუქი, არამედ შექმნა ის მათი შუქი სრული დიაპაზონით, რათა მყისიერად მიეღწია ამ შუქს დედამიწამდე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ ღმერთს ძალუძს სამყაროს შექმნა თავისი სიტყვით, მას რა თქმა უნდა შეუძლია ამ შემოქმედებით აქტში, რომ შუქი განათდეს იმდენად, რამდენადაც მას ეს სურს. გესმით რას ვამბობ? სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ღმერთი არ ამბობს, იცით? არა, მე მაქვს ძალა რომ შექმნა შუქი. და ახლა მომიწევს 10 მილიარდი წელის გატარება, სანამდე ეს სინათლე არ მიაღწევს იქ, სადაც მე მინდა რომ მივიდეს. საქმე იმაშია, რომ თუ ღმერთს შეუძლია სინათლის შექმნა, მას შეუძლია შექმნას ისეთი შუქი, არა მხოლოდ იქ, სადაც ის იწყება, არამედ იქ, სადაც ის მთავრდება და სადმანძეც მან უნდა მიაღწიოს. ხედავთ? ასე მიუდგებით ამ საკითხს და ეს არის მტკიცებულება ამ ეფექტისა. მე მართლა არა ვარ მეცნიერი, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ ჩვენს კოლეჯში მიხვიდეთ და
მოძებნოთ ჯორჯ ჰოუ. ის მეცნიერების განყოფილების ხელმძღვანელია და რომელიც არის კრიაციონების სკოლის ინსტიტუტის ყოფილი პრეზიდენტი. ეს ალბათ დაგაყენებთ თქვენ და 4 საათიან ლექციას მოგიყვებათ ამაზე. და ეს უბრალოდ დიდი კითხვაა ძალიან ბრუს და ეს უფრო დიდი კითხვაა და უფრო რთული კითხვა ვიდრე ჩანს. რადგან რასაც თქვენ ამბობთ, ეს ჭეშმარიტება აბსოლუტურად ყველა სიტყვა ღმერთის ეს ჭეშმარიტებაა. მაგალითად, უსვინეთ, როდესაც ღმერთმა შექმნა ადამი. რა, მან შექმნა ჯერ ემბრიონი? ჯერ შექმნა ნაყოფი? და ადამი რა, ბავშვად შეიქმნა? მერე გაიზარდა? და გახდა სრულ წლოვანი ზრდასრული ადამიანი, ჩამოყალიბებული? არა, მან შექმნა იმ წამსვე სრულიად ზრდასრული ადამიანი, როცა გამოსახა ის მტვერიდან და შთაბერა მას სული. ან ევა, როდესაც ნეკნიდან მან შეუქმნა. ჯერ ევა პატარა ბავშვი იყო და ადამი 21 წელი ელოდა მას? რომ გაზრდილიყო ზრდასრულ ქალად? ან როდესაც ღმერთმა შექმნა ცხოველები, მან რა პატარა ცხოველებიდან დაიწყო? არა, მან შექმნა უკვე ზრდასრული ცხოველები. აგი გამოთქმაც არის, ხო, რომელიც შეიქმნა პირველი, კვერცხი თუ ქათამი? რა თქმა უნდა, ქათამი. და მერე ის იყო კვერცხმდებელი ქათამი და მასში იყო განვითარების და გამრავლების უნარი, ჩადებული უკვე. და როდესაც მას შექმნა ეს ქმნილება, მაგალითად იმ დღესაც, როცა შექმნა ყველა მცენარე, შექმნა თუ არა მან ყველა თესლი მიწაში, შემდეგ დაელოდა და სანამ მცენარები გაიზრდებოდა? არა, მყისიერად მან შექმნა სრული მოწიფული ქმნილება. ასე რომ, როდესაც ჩვენ უყურებთ ვარსკვლავურ ცას, უყურებთ სივრცეს, პლანეტებს, სინათლეს, ყველა ამ ნივთს, რაც მისი ნაწილია, მან მაშინვე შექმნა ეს მის სრულ სიმწიფეში და სრულ სისრულეში. ასე რომ, არ არის აუცილებელი გქონდეს დრო მთელი ამ სინათლის წლებით, რათა სინათლეს დაჭირდეს მილიარდი წლები, რომ მოვიდეს ჩვენს თვალის ხედვამდე და აღქმამდე. გასაგებია? და კითხვის დამსმელი, ეს რაც ნიშნავს, ჯონ, რომ გაზომვის სისტემა არასწორია? აი, ეტყობა, რომ პიროვნება ვერ იგებს თავიდან, ცოტა ძნელი გასაგები ადამიანებს უჭირთ ხოლმე აღქმა და ისე იმაშვებიან. და ჯონი ვაგრძელებს. გაზომვის სისტემა ერთგვარეულობას ითვალისწინებს, მაგრამ ჩვენ გვჯერა კატასტროფის. კატასტროფა არის ის სწრაფი ფაქტი და მყისიერი, რომელიც ქმნის სრულ მოწიფულ ქმნილებას მთელ სამყაროში. რომ სამყარო 6 დღის შემდეგ იწყებს თავის სრულყოფილ აი ამ ფორმით არსებობას, როგორიც ის ახლა. ის მყისიერად იქნება მის სიმწიფეში. ის არ არის შექმნილი ემბრიონული ფორმების სერიაში, რომელიც უნდა განვითარდეს მილიარდი წლები და მიაღწიოს იქამდე, სადაც ისინი უნდა იყვნენ. რისიც ზოგს ჯერა, რომ სამყარო ღმერთმა შექმნა, მაგრამ ეს იყო ევოლუციური ხანები, პერიოდები, ეს 1 დღე, 2 დღე, 3 დღე. არა, არანაირად არა, ეს იყო 6-24 საათიანი დღე. ასე რომ, ეს არის სრულიად მოწიფული სამყარო, რომელიც შეიქმნა. კითხვის დამსველი ისე ვაგრძელებს. მე ფიქრობ, რომ ეს არ მესმის, მაგრამ მე შევეცდები, რომ გავიგო და ჯონ მაკარტური აგრძელებს. რა თქმა უნდა, არა. საქმე ის არის, რომ არავის არ ესმის. უბრალოდ ჩვენ გვჯერა და გვწამს ამისი, რასაც ბიბლია ამბობს. ასევე არიან ევოლუციონისტები. რატომ გონიათ, რომ მათ იციან ეს? მათაც უნდა დაიჯერონ და იწამონ ის, რისასაც ამტკიცებენ, იმიტომ რომ ამის მტკიცებულებები არ არსებობს. მაგრამ ყველა კუთხიდან ჩვენ თუ შევხედავთ ამას, მტკიცებულებები არის იმისა, რომ ჩვენ ცხოვრობთ ძალიან ახალ სამყაროში. ეს არ არის მილიარდი და მილიონი წლების სამყარო. არა, ეს არის ახალგაზრდა დედამიწა და ახალგაზრდა სამყარო. რა თქმა უნდა, ლაპარაკია არა უმეტეს 10,000 წელზე. და ერთადერთი, რაცაც მეცნიერებმა მიაგნეს, არის ის, რომ თუ ეს ყველაფერი ესე შეიქმნებოდა, ამაში დაჭირდებოდა კატასტროფა. ანუ მყისიერი აქტი. და მე ამას უძახიან დიდ აფეთქებას, იცით ხომ, რომ თითქოს და თავად მოხდა ეს აფეთქება. ეხლა მინდა რომ გადაგიყვანოთ კიდევ ერთი ნაბიჯი წინ და უფრო ხმად ჩაგახედოთ. არსებობს მხოლოდ ორი შესაძლო შეხედულება სამყაროს შექმნის შესახებ. მე მგონი იცით ხომ? ერთი არის ის, რომ ეს ქმნილება არის, როგორც დღეს ვიცით, დროის თანმიმდევრობის ერთიანი ცვლილებების შედეგი,
ასე არ არის, რასაც ქვია ევოლუციონისტური შეხედულება. ერთგვაროვნება გვაქვს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვა, თქვენ უყურეთ ფენების გარკვეულ ესეთ ჯგუფს, როცა შეხედავთ კლდეს, ხო, იქ ფენებია და ყველა ფენით და ამბობთ, აი ამისათვის ამდენი მილიარდი წელი დაჭირდა, ამისათვის ამდენი მილიარდი წელიწად დაჭირდა და ეს იყო უზარმაზარი და მეორე შეხედულება ამბობს რომ არა, ეს იყო უზარმაზარი სწრაფი კატასტროფა, კატასტროფული მოვლენა, რომელმაც ფაქტიურად ჩამოაყალიბა დედამიწის სახე მყისიერად. და ბიბლიური კრეაციონისტები თვლიან რომ იყო ორი დიდი კატასტროფული კატაკლიზმური მოვლენა, რომელმაც შექმნა დედამიწა. მოვლენა ნომერ პირველი იყო სრულიად მომწიფებული დედამიწისა და სამყაროს 6 დღიანი შექმნა. ეს არის კატასტროფული. ახლა მეცნიერება უყურებს ამას და ერთგვაროვნების თეორიაზე დაყრდნობით ისინი უყურებენ სამყაროს და ხედავენ რომ ის იცვლება ახლავე. და ამიტომ ისინი აპროექტებენ ცვლილებებს ახლა უკან დროში და მათ სურთ უკან წაიყვანონ. სანამ არაფერი არ იყო. და ეს მათ მილიარდობით წელიწადს აჭიანურებს, რადგან ისინი არ აძლევენ საშუალებას კატასტროფული მოვლენის არსებობას. მაგრამ ერთგვაროვნება სულაც არ არის ჭეშმარიტი. თქვენ ვერ დაამტკიცებთ ევოლუციის თეორია რომ ჭეშმარიტია. და რა იყო მეორე დიდი კატასტროფა? ეს იყო ნოეს წარღვნა. საყოველთაო წარღვნა, რომელმაც ერთი დარტყმით, როდესაც ღმერთმა დატბორა მთელი სამყარო, ფორმირება მოახდინა და მისცა და შეცვალა მთელი დედამიწა. ამ წყალობიდან გამოდის მერე დიდი გამყინვარება, Ice Age რომ უძახიან, აისბერგები და მთელი ეს კადრი, რომელიც ეხლა თვალწინაა ჩვენს წინ. წყალდიდობის კატასტროფის შედეგად დედამიწა მყისიერად, დრამატულად ყალიბდება. ასე რომ ამის შემდეგ თქვენ არ შეგიძლიათ გამოიყენოთ დედამიწას სამყაროს წარსულ ისტორიაში ცვლილებების ერთიანი სისტემა. თქვენ უნდა დაუშვათ კატასტროფა, კატაკლიზმური, მყისიერი მოვლენა ამ შემოქმედებაში და ასევე მყისიერი კატასტროფა წყალდიდობის დროს, რომელიც პირველზე იქ თუ 6 დღე იყო, აქ უფრო მეტი ხანი დაჭირდა, მაგრამ ესეც იყო მყისიერი რამ. ითქვა, მაგრამ მაშინაც კი თუ კატასტროფულად შეიქმნებოდა ეს ვარსკვლავი, სინათლეს მაინც დაშიდებოდა, რამდენიც ამას მეცნიერები ამბობს, თუ ამას მიიღებთ. და ჯონ მაკარტური მაინც ახლა ეტყობა კიდევ ვერ გააგებინა ამ ადამიანს. არა, თუ ღმერთი შექმნიდა სინათლეს მის სრულ სივრცეში, მას არ შეუქმნია ეს უბრალოდ აქ დასაწყისში და მერე დრო დაჭირდებოდა. არა, თლიანი მონაკვეთით, თლიანად აი ეს შუქი, რომელიცაც უნდა გაევლო ჩვენი დროით, იმიტომ რომ ღმერთი არის სივრცისა და დროის მიღმა, ჩვენ ამას უყურებთ დროის მონაკვეთით და მისთვის ეს იყო თლიანი ქმნილება. მან შექმნა ეს შუქი მისი მთელი გზის გავლით. გასაგებია? დიახ, ხედავ, მადლობა ჯონ.